როგორ გავაცნობიერე, რომ დეპრესიაში ვიყავი და როგორ გამოვედი ამ მდგომარეობიდან. ვიდეოს უყურე ბოლომდე, შეიძლება შენც დაგეხმაროს ჩემი გამოცდილება. წელს გავიარე რამოდენიმე კურსი და დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მივიღე ის შედეგი, რასაც ველოდი. ალბათ ზედმეტად დიდი მოლოდინები მქონდა. ეხლანდელი გადასახედიდან უკვე გარკვევით ხედავ, რატომ დამემართა ეს ყველაფერი. ყელელა დავკარგე ენერგია, мотивация, სურვილი მეკეთებინა ის ყველაფერი, რასაც მანამდე მარტივად და სიამოვნებით ვაკეთებდი. კონტენტის შექმნა, ვიდეოების დადება და სხვა მსგავსი რამეები. მივეჯაჭვე სოციქსელებს, ვერ წყდებოდი, თითქოს დამოკიდებული გავხდი. ვიაზრებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემ თავს ვერ ვშველოდი. როგორც ახლა ვაანალიზებ, ეს დეპრესიული მდგომარეობა იყო. მივხვდი, რომ უკვე აღარ შეიძლებოდა ესე და რაღაც უნდა მეღვინა. ჩავღრმავდი საკუთარ თავს, გავაკეთე პრაქტიკა, რომელსაც ქვია შინაგანი ბავშვი და აღმოვაჩინე, რომ ის, რაც გარედან გვინდა მივიღოთ, ყურადღება, გვერდში დგომა, პატივისცემა, სიყვარული და სხვა, საკუთარ თავს თავად შეგვიძლია მივცეთ. არ იყო ამ პრაქტიკის გაკეთება მარტივი ჩემთვის, რადგან იმედგაცრუებას და ტკივილს განვიცდიდი. მაგრამ ამ ყველაფერმა შვება მომცა და პრაქტიკის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. სწორედ იმიტომ, რომ ჩემი ტვინი მიცავდა და არ სურდა, რომ ტკივილი განმეცადა, სირაქლემას მსგავსად თავი მქონდა ჩაფლული არა ქვიშაში, არამედ სოციქსელებში. თუ გსურს, რომ ჩავწერო ვიდეო შინაგანი ბავშვის პრაქტიკაზე, მაშინ აუცილებლად მოიწონე ჩემი გვერდი და კომენტარებში დაწერე პრაქტიკა. და გახსოვდეს, რომ როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდე, დარწმუნებული ვარ, გამოსავალი არსებობს. და აქ პირველი ნაბიჯი ისაა, რომ უბრალოდ რაღაცის შეცვლა გინდა. ხოლო თუ მსგავს სიტუაციაში ხარ, დაფიქრდი, ვინ შეიძლება დაგეხმაროს და გიჩვენოს სწორი გზა. ეს შეიძლება თვითონაც იყო. თუ შემთხვევით გადაუხვიე შენ გზას, გისურვებ, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდე შენს მიზნებს.